მოკლედ ესაა სამშაბათი და ხსნი ხა იმ ტრეიდს რა ასე ცნობილი დაუშვი რატომ და რა უნდა ვარ მაგასთან და ასე დეილიზე ვიყავ ბიარიში და ამას ვთარგეთებდი მაგრამ აქ ჩემი შეცდომა ის იყო რომ S&P ქონდა გაკეთებული yes მაგრამ მაინც აი ეგ შეცდომა იყო რა მაინც იმაშობოდი რომ მეთქი აიღებს ხო რა არა და S&P ქონდა გაკეთებული ლოუებზე მე გადავეცოთ საათიანზე ანუ ეს S&P გაიგეთ თან როგორ displacement ქონდა ძალიან დიდი ეს ინვერჟენი ქონდა მონიშნული მეთქი აქავა და მე ჩამოვთქო მაგრამ 10 საათიან 6 საათიან სამთეს ქონდა ესეთი რაღაც რა რომ ეს displacement რო გაიგეთ და FG ესა FG კი არა და ორდებლოკი ეს გინდა ეს ორდებლოკი გინდა ბრეიქერი ეს ჰაი მოხსნა და low high lower low ანუ ბრეიქერია აქავიდა აქედან რომელცა რეაქცია მეთქი ვიფიქრე რომ ანუ აქ მაშინ აღარ სჭირდება თქო რა ასვლა თან ჰაიებზეც S&P და ვიყავი ბიარიში რა მაგის გამო ანუ ესე აქ არ ჩასა 15 წუთიაზე იყო S&P ხო აი ჩადა აი ხო აი 6 საათიან რავი ეს აი ამას არ მიაქცია ჩემი შეცდომა ამ ტრეიდში იყო რა რომ აი ამას არ მიაქცია ყურადღება ამ S&P-ს daily S&P-ს ავიდე ეგ ძალიან დიდი შეცდომა იყო ჩემი ანუ 4 საათიანს კარგად ვიყავ აზია ლონდონი იყო ძალიან დროპი დაბლა და ხო რავი ბევრი რაფერია ეს ბიარიშის დავინახე displacement-ი ეს disrespect-ი დავინახე bullish PDR-ების ბრეიქერი ინვერჟენი აქედან მეთქი ბრეიქერი CASD-ზე ავიდა და აქედან ველოდები დროპს უკვე რა მონიშნეს 4 საათიანი ორდებლოკი gangster shit давай six feet ხო ნუ ახლა რეინჯის მე მაინც ბიარში ვიყავი აი და რა გაკეთებ ასმა აქ S&P ხო მესამე გაიგეთა 4 საათიან ორდებლოკში ვიყავ 15 წუთიან S&P ქონდა ეს 90-ზე გააკეთა რავი დღეს ნიუსი არ ქონია რა 90 S&P გაიგეთა მანიპულაცია ქონდა და displacement-ი ქვევით რაღაც 15 წუთიანი FG და displacement მაგრამ მაგას დიდად არ უყურებდი ну ლოგოებს S&P ქონდა მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი იმიტომ რომ შენთვის ამას უფრო დიდი მნიშვნელობა ქონდა იმიტომ რომ ბიარში ვიყავი მაგ S&P-ს შემიგეს რა ხდება მაგ S&P-ს მერე უნდა ესეთი მოძრაობები რა displacement-ი retracement displacement retracement აი აქ არ ავიდა არასული აქ ავიდა მეგონა არასულა მან ესეთი იყო ნუ მაგებია ამერს არ უყურებდი რა იმიტომ რომ აი შეიძლება შესაძლოა მაგრამ არ ვიცი რავი ანუ მე მეგონა რომ ამას მაინც კიდე აიღებდა რა ანუ ეგ არ უნდა მეფიქრა მას ნექსტმა დავუშვი მე რას ველოდებოდი რა ეხა ეს displacement-ი აქ ჩემს შემოსვლა მაგრამ რავი აქ ჩემს შესვლა 80 პოინტიანი სტოპის აღება ნაღად არ მიდოდა აი აქ არ მეგონა რომ ავიდოდა აი FG-ში და ველოდებოდი რამე კაი ენტრის რა და ანუ ეხა ეს ჰაიები რო გაიგეთ ეს უაზრო ჰაიები რო გაიგეთა მეთქი ამის манипуляცია შეიძლება გქონდეს თქო და ველოდებოდი უკვე ამის манипуляციას ან ამ ჰაიების რაღაცას და გააკეთა манипуляცია მაგრამ აი ამის რა ანუ
ეს რო აიღო, შემიძლია უფრო კაი იქნებოდა და აი აქედან მართლა გავშორდავდი. მაგრამ რავი, არ აუღია ეგ და კიდევ ველოდებოდი, მანამ სანამ მაკრო დრო არ დამთავრდა და დისტრიბუცია დაიწყო. და ეს ჰაიჯერ არ აიღო, იმიტომ რომ ფასი უკან დაბრუნდა რა 15-იანზე. გაუბრუნდებოდა და აი ამ ორ დებლოკის ვიქს შეეხო მეთქი მაგას მომოვდი და immediate rebalance გვაქვს თქო, წამოვალ დაბლად. მარგეც ეთყობა რომ არასწორი იყავი. გამწვავ. ასე ცხოვრება. ეს მონიშნოთ. თენზე გადავიდეთ. აქ ავიდა ამაზე ესეთი ქონდა. ესეთი ქონდა displacement-ი რა. და დრო ხაი გავხსენი ზუსტად 45 წუთზე გავხსენი, იმიტომ რომ რავი მეთქი, მაგდროს იდეა შეიძლება გახსნი. გავხსენ მაგ displacement-ზე. და თქმა უნდა არ აიღო, იმიტომ რომ არასწორი იყავი მარკეტზე. იმენუაჟეში ავიდა და რავი ხა რა შვება სახეს იცრობს და რა ვიცი კი რა შობაჩი. აქ წავაგე 300 მოდი ფულით არ ვიყავი. რამდენი პროცენტ წავაგე მაგას ვიტყვი. კალკულატორი Only 6% გავაწყო. წავაგე. ხო. ნუ 1%-ის გარშემო მინდოდა, მაგრამ არ გავრისკე რა მაინც, იმიტომ რომ რაღაც მარკეტინგ კონდიცია იყო რა, არ მომეწონა. და ეს დისტრიბუცია ბოლო მაკროზე დაიწყო, რა თქმა უნდა. მე წესიერი ტრეიდი ვერ დავიჭირე, ეს რა ვიცი, ესე PS უნდა მივაწეს იმო. ეს არა და ეს ბევრი განსხვავებული არაფერი არა. ანუ აქ იდეაში აი აქ ვფიქრობდი ხო არ გავლონგო თქო რა ვაფშე. მაგრამ ანუ რავი, აშკარა ბიარიში იყო შემთხვევით მარკეტი. ცუდად გავიზრე მარკეტი, ანუ კარგად არ შემიხედოს. ეგა პრობლემა ეხლა მარკეტზე უნდა გავხდე გახსნილი გონებით. არანაირი ქაოსი, არანაირი რაღაც დაძაბულობა, არანაირი სისულელეები. ეგ ზომას დაუშვი. არა ეგ არაფერი. 0.6% ოკეი. მოკლედ. ნაშ სხვა